დღეს ვიდეოში ნახავთ. მე მართლა ვერავ ჩო. რა მივაყარეთ? ვიდეოს გარკვეულ ნაწილში გვექნება აჭარული ხაჭაპურები, ოღონდ განსხვავებული მოდერნიზაციით, რომელიც გაგვაუწევს. მოდი ვითამაშოთ. სადღაც 10-დან 6 დავუწევდი მე პირადად. ისე დავიდი გამოდიდან მოწურვავდი. გამოვიწერეთ საასახი. ამამეკი მას მეორე გამოწერები. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით მე და ბატონი დავითი რადიო კაფეში, სადაც გავსინჯავთ კერძებს, მოგახსენებთ ჩვენს აზრს და შევაფასებთ რა თქმა უნდა 10 ბალიანი ქურით. გამარჯობათ, მოგესალმებით. დამბადიჟა აგე სალამ. რაღაცეები გემრიელი გავსიჯოთ რადიო კაფეშიო და მოვედით და ხა უკვე მოიტანეს ქართული საათი ნიგზი. ქართული საათი გავს ნიგზით და ყოველი ჭხირებია, ხო ეს მომალი. და ძალიან ლამაზია ეს ადგილი, სადაც ვიმყოფებით. ძველი აგურის ოთახია, მიწის ქვეშ, თაღი, თაღოვანი და ამ აგურის რეცეპტი ყოფილა დაკარგული. აბა ეხა შენ პროფესიონალურ შეფუ ადამიანო, როგორ მირჩევ რა აქვს? ჯობია ჯერ სალათით დავიწყოთ, გავსინჯოთ სალათი. მე ვარ ძალიან დილეტანტი, შენ ხარ ძალიან პროფესიონალი. ამიტომ თქვენი თავიდან გამომდინარე რაღაცები ვილაპარაკოთ. მე საათზე ის ვიცი, რომ სალათი თუ დგას, ესე იგი მაგარია. ხო, ჩაწოლილი თუ არ არის, ესე იგი მაგარია. კარგი რა ძალიან დგას, კოშკი ვით. აყენებული დგას. საათი ისე ნიგზით დაუნიგზოთ, როგორია თქვენი აზრით? ჩემი აზრით ქართულ სალათს პირველ რიგში ჭირდება ნიგოზი, იმისთვის რომ ერქვას ქართული რა. უნიგზო სალათი რაღაც ძალიან გლეხური მგონია რა. ისეაც გლეხურია სალათი, მაგრამ მაინც ძალიან დაბალი შეფასების არის ჩემთვის. ძალიან გემრიელია ნიგოზი. ხო, და ესეთი რაღაც ამას მე ადრე ნათქვამი რა, სხვათა შორის, რომ კამერებს მიღმა ჩემს ცხოვრებაში. რასაც ნიგოზი აქვს, ყველაფერი გემრიელია. ქართულ სამზარეულოს დავაკვირდეთ, რასაც ნიგოზი აქვს, ყველაფერი გემრიელია. მართლა ხარ. ხო ეგრე. თორემ ნიგოზი არის უნიკალური პროდუქტი. ძალიან გემრიელი საათია. ძმარი აქვს, რომელიც ძალიან უხდება და აფრეშებს და აცოცხლებს სალათს. მჟავი გემოსულას ხო? კი. აი, როგორი უბრალოდეს არის, ხო? ინგრედიენტები რა, ნიგოზი, ძმარი, ხინძი რაღაცა. ხახვი, კიტრი, პომიდორი და ამ დროს გენიალური გემოვა. ძალიან მაგარია. არ მიგონა თუ ესე გემრიელად შეიძლება შეაზავო. ეს არის აპეროლი, რომელიც არის უალკოჰოლო ამ შემთხვევაში ჩვენთვის. თუ ისეც არის მენიუში უალკოჰოლო გასავთ, ხო, მენიუში ყოფილა უალკოჰოლო შეგიძლიათ საჭესთან თორბრძანდებით გასინჯოთ და გემოთ, ხო, გემრიელი. ესე მაგარ კოლაბზე დამპატიჟა და მოვიდე გემრიელი საჭმელები დავაგემოვნო და წავიდე მე. თქო, გაგაძღობ, კარგად იყო. მაგარ კოლაბია. სულ ეგეთი კოლაბები ქონოდეთ. ხო მართლა დამიწერეთ კომენტარებში შემდეგი კოლაბებისთან გავაკეთო და ვინ გავაძღო, ვის ვაჭამო, ვის გავასინჯო კერძები და ვინ დავტოვოთ თქვენს წინაშე კმაყოფილებით. ხა ყველა შეხედებზე გადავიდეთ. ეს ვაფშე ხელეჭმევა იდეაში რა. ყველა შეხედებს რა აქვს, ბოდიში ვიკითხავთ ყველგან პენკლისაუს. აი ვიდეოს გარკვეულ ნაწილში გვექნება აჭარული ხაჭაპურები, ოღონდ განსხვავებული მოდერნიზაციით, რომელიც გაგვაუწევს. ყველას ერთად დაწუნებული. შქმერული ხაჭაპურიც არის, ხო? შქმერული ხაჭაპური, კუბდარი, ზღვის პროდუქტები იქნება ხაჭაპური კიდე. უიწელება. ხო, ძალიან გასწორა. მართლა. აი ამ ჭიქით და აი ამ სასმისით ჩვენ გაგვიმარჯოს და გამოიწერეთ ჩვენი არხები. გამოიწერეთ საასახი. ამამეკი მას მეორე გამოწერები. ხა მაგვიტანეს კუბდარის აჭარული ხაჭაპური. ასე ქვია? ხო, ალბათ ეგრე ქვია, სავარაუდოდ. არ ვიცი, სახელი არ მახსოვს, მაგრამ ის უნდა ვთქვა, რომ როგორც შეფი, გამოცდილი რესტორატორი, იმას ვიტყვი, რომ ზოგადად ავთენტურ ქართულ კერძებს იდეა და ინსპირაცია რომ გქონდეს და რაღაც გააკეთო, ოკეია, იმიტომ რომ ეხა ჩემ წინდეს ოკეი. აი ეს ოკეია რა, რომ გააკეთო ადამიანო, მაგრამ აჭარული ხაჭაპური არ უნდა დაარქვა. მე დავუძახ, თორე შეიძლება. ხო, ზოგადად შეიძლება არც ქვია კუბდარი ქვია და ეგ არის გასტრო ხაჭაპური. გასტრო ხაჭაპური, ხო. აი ეგ უკვე კარგია რა. ალამაზია. ვარ, ალამაზია. ნამდვილად. შქმერული ზღვის პროდუქტები და კვერცხით და ყველით. ვა, გასტრო ხაჭაპური. სუნდარ. მახსოვს ცხოვრებაში პირველად შქმერული რო გავსინჯე, მივხვდი რომ რაღაცა ისეთ გემოს მიაგნეს, რომელიც ძალიან ძვირფასია და ეგეთი გემრიელი ვერ უნდა არსებობდეს. ეხლა ვიცი კომენტარებში გამომიხდებიან ავთენტურობისა და ქართული სამზარეულოს დამცველები და ამიტომაც თუ ის წინაპირობა რაც წეგან ხაზგასმით აღნიშნე. უდაოდ გემრიელია, პირდაპირ ვამბობ, მართლა გემრიელია. მაგრამ უნდა თქვა რა, ეს არის უკვე ამ კონტენტში მესამე გადაცემა ჩემი და ბუზი ისე ვამშორდება აქედან, ძბეთში ამშორდება, ყველგან ბუზი დადის ვაფშე. ყველა გადაცემაში ბუზი მყავს.
ეხლა მოდი ჩვენი ფავორიტები ვთქვათ. შქმერული ძალიან გემრიელია, მაგრამ არის კლასიკურიც მაინტერესებს და კუდარიც და ეს შავიც. იმას იცი ასვიდავ? აურევ, ეს რავჭი. მოდი ამასაც ჩავჭრბო. ეს არის სხვის პროდუქტების გასტრო ხაჭაპური. აი დავიმახსოვრე სახელი. გასტრო ხაჭაპური. აჰა, კამერაში თუ გამიშტება და ჰოპ, არა. მოკლედ ერთი მინუსი უკვე მეაჭარო ხაჭაპურს კლასიკურს და ეს არის ის რომ ყველი არ არის შეკრული და ყველს თავისებური პრობლემები აქვს ამ შემთხვევაში. თუმცა ნამდვილად არ არის ობიექტის ბრალი, რადგანაც საქართველოში უკვე მე რამდენად თვალყო აღარ მახსოვს, მაგრამ კიდე გავიმეორებ, ყველის წარმოების უდიდესი პრობლემა გვაქვს. თიდან გამომდინარე, რომ ძირითად შემთხვევაში რძის ფხვნილზე მზადდება, ეს არ არის რძის ფხვნილზე დამზადებული, ნატურალური ყველია, თუმცა არ არის ის ტემპერატურული რეჟიმები დაცული უშუალოდ მოყვანის დროს, რაც უნდა ყოფილიყო. და ყველი ამოიცნობა ხოლმე, როგორც წესი, აი როგორც კი ღუმელში შეაგდებ ხაჭაპურს და ტემპერირება ხდება ყველის. როგორ იშლება და როგორ დნება. აი მან ხვდები ვარგა ის ყოველ თუ არ ვარგა რა, ამიტომ რომ გემოზე შეიძლება ბევრი რაღაცა შეამჩნიო, შეიძლება ვერ შეამჩნიო, შეიძლება ზოგადად ტექსტურა შეამჩნიო, შეიძლება ეგეც ვერ შეამჩნიო და ასე შემდეგ გაიპარება. მაგრამ უთხარი გამოცდა არის ეგ რა ხაჭაპურს შეაგდებ ღუმელში იქ ხდები ის ყველი ვარგა თუ არ ვარგა შავი გასტრო ხაჭაპური გავსვით შავი გასტრო ხაჭაპური არის სხვის პროდუქტებით და შავი ალბათ ნახშირით არის ხო სავარაუდოდ ნახშირით იქნება კი ასწორებს მე არ ვარ დიდი მოყვარული ზღვის პროდუქტების. მაგრამ ეს სანგემრიელია და მე არ ვფიქრობ, ვისაც ზღვის პროდუქტები ძალიან მოყვარს. მისთვის ალბათ ეს შეიძლება რაღაცა ისეთი გამოცდილება მიიღოს ცხოვრებაში, რომ შენ ცხოვრება გაახსენდება რა. ვინც ვერ წახვედით ზღვაზე დასასვენებლად და ჩემსავით ჩარჩით თბილისში, მიმართ გეუნებით თქვენ. შეგიძლიათ მოხვიდეთ და ზღვის მთელი სეზონი, მთელი მუღამი რაც არის, გემოში გაიგოთ და შეჭამოთ ეს გასტრო ხაჭაპური. ხო, სწორად ვამბობ, გასტრო ხაჭაპური. რაღაცა ისეთია რა. ზღვის არომატი აქვს. შენ წაგიღო იქით ხარ ხა. გონია რომ ეხლა რაღაც სიო მიბერავს თუ რაღაცა ზღვის. რა კაი. აი აჭარისკენ რომ მიდიხარ და უკვე ზღვარო გამოჩნდება და რაღაცა ფანჯარასო ჩავწევოთ იდეთ. ვაივი რო იცვლება და ფოტოებს რო უღებ, ეგ მომენტი მოიტანა. კი, ნამდვილად ეგრე მოგეთახმები. გასტრო ხაჭაპური კუბდარით? თუ როგორ კუბდრის ინსპირაციით უნდა ვთქვათ ალბათ, იმიტომ რომ ხო კუბდარი არ გამოდის, ვაიმე, ნახე რა უნდა. ოპა. გემრიელია, მაგრამ ცომი არ მომეწონა. ჯერ მეტად რბილი არის. აჭარულის მუღამზე რომ შევხედე ფორმას, ბილი უკვე აღარ მომეწონა რა. აჭარულის მუღამი ხო ისაა, რომ მყარი ცომი იყოს, ჩაამტიო ჩატეხო. და ეხლა რო ხდება მე პირში და ხელშიც რო გიჭერავს რომ ბილია, თვად ისე ვეღარ ხარ. თან იცი რომ აჭარული არ არის. მოკლედ მაგარი დამაბნეველი რამეა, მაგრამ გემრიელია. ეხლა შენ მაგას კუბდარი ვიჭო. რო გადაგეცე. ხო, აი იქნება აჭარულებით უნდა ჭამო. ამოჭამო. მე ვეღარ ვჭამს. მე მართლა ვეღარ ვჭამ. რა მივაყარეთ? ეხლა წარმოვიდგინე რომ ძალიან მშიერი ხარ და ის კუბდარი გასტრო ხაჭაპური რომ ისე რაგისტორდება ძალიან მშიერზე რომ აი რავი. წინ გველოდება ფელამუშკის ჩიზკეიკი, რომელიც ჩემსაც უცხოა, და ფელამუშკეიკი ბევრნაირი მიჭამია, თუმცა ჩიზკეიკით არა, ჩიზკეიკის ვაიბით არ მეჭამია. და მე რა თქმა უნდა ბოლოს გადაცემის ბოლოს მე და ჰიტა შევაფასებთ კერტს 10 ბალიანი ქულით და დავუწერთ ქულებს. რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი რომ 10-დან 10 იქნება რომელიმე არც ერთი არ იქნება. ხოლმე მე 10-დანაც ვერ დავუწერე. მე დავუწერე. დავუწერე? ვაა. კაი. შენ გავიგებ მაშინ აბორას დავუწერე, მეც მეინტერესებს ძალიან. აქ გაგვიწერია, ადამიანი არის მასალა, რომელზეც შეგვიძლიათ მიიღოთ შესანიშნავი კაბა ნიადაგის ტიპი. როგორო? რაიო? რაიო ბიჭო? მოდი ვითამაშოთ. თავი. ეს როგორც მივხვდით, ანუ ცნობილი ადამიანის ციტატები მოყვება ესე წარწერას. მე წაგიკითხავ ამას კიდევ ერთხელ და შემოგთავაზებ 4 სავარაუდო პასუხს, ვისი ციტატა შეიძლება იყოს და შენ თუ გამოიცნობ. დავაი. ადამიანი არის მასალა, რომლისგან შეგიძლიათ მიიღოთ შესანიშნავი კაბა ნიადაგის ტიპი. მარკ ტვენი, კეთი პერი, ჰეგელი და მადონა. ჩემი აზრით მადონა უფრო იქნებოდა ეგ. არის? ძალიან ჭკვიანი ვარ. აი, ხა ჩემი რა მასწავლა ცხოვრებამ კითხვის ნიშანია. დათმობა.
ეს არ ნიშნავს სისუსტის გამოვლენას. უბრალოდ მივხვდი, რომ შეგიძლია ადამიანებზე ზეწოლა და დატერორება, ან უფრო დახვეწილი საშუალებებით მიაღწიო მიზანს. სავარაუდო პასუხები ჩამოვთვალოთ. Kanye West, Jay-Z, Beyoncé და Madonna. Madonna. აგ Madonna მაგრად უყვართ ხალხო. თი Madonna. აი Madonna ხა იმიტომ გამოვიცანი, რომ შემთხვევით არ იქნებოდა ორივე Madonna. ძალიან გადაობაა. მაგრამ ჩვენთან ეხა ჩვენს წინაშე იმყოფება ეს არის ყავა flat white-ი, რომელსაც ეხა მე მივირთმევ აუცილებლად დავაგემონებ. რაც მთავარია არის ფელამუშის cheesecake. ფელამუშის cheesecake. რომელიც ძალიან მაინტერესებს. აი ეს რატო არ ვიხე. ეს ვაუ, ის რა გემრიელი ყავა. მართლა? ვაუ, ის ძალიან მაგარი ყავა. თუ აქ მოხდებით ეს ყავა შეუკვირდეთ. და ფელამუში არის ჩემი საყვარელი საჭმელი და ფელამუშის cheesecake არ მაქვს განაცინჯი არასდროს. არც მე პირველად სუნჯა ვიხადე. მე ძალიან მომეწონა. ეს ფელამუში რაღაცთან ერთად უხდება ძალიან რა. მაგარი მასა აქვს. ეგ შენ მოგეწონა. მე არ მომეწონა. და რა არ მომეწონა, ახლა მაგას ვიტყვი. ფელამუშის ზედა მასა, რომელიც დაჟელირებული არის, ჟელატინიოს გადარეული. ძალიან ჟელიბონიადი რა. და არ მომწონს ეგ. არ მომწონს ის, რომ თვითონ cheesecake-ის თავარი მასა ეს ხაჭოს მასა, საკმაოდ მშრალია და მეტი ნოტიობა ჭირდება. მძიმედ მედის. დესერტი მძიმე არ უნდა იყოს. ნუ არსებობს რა თქმა უნდა ზამძიმე დესერტებიც, მაგრამ ის ასეთთან შესაბამისად. ჩვენ ვიხამდე რაღაცა ვჭამეთ. ეს ძალიან დაგამძიმებს რა. ხო, თუმცა გემრიელია. ჟელიბონი ვითრო არა. ამიტომ მომეწონა. კი, არა, მაგაზე არ ვიძახი რომ ცუდია და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს ტექნიკური ხარვეზები აქვს, რომელიც როგორც შეფმა უნდა აღვრიშნო და გაუზიარო ამ ვიდეოს საშუალებით. მე იუთუბერი ვარ. რა მოხდებოდა რომ მარტო იუთუბერი ყოფილიყავი? სულ არ ვიცი ჟელატინი აქვს თუ ეგ ვიღაცა დაწეთ მან, აბა კარგად ჭამე, მიაყოლე და მიაყარე. ამ ყავას ქვია ლავანდის რაფი, ანუ ყავა არის ლავანდის გემოც. რომელიც ახლა მაგარი ყავა. ხიტამ დალია. მე არ ვიცი, არც ლავანდა რა არის და არც მეორე სიტყვა, მაგრამ მაგარი გემრიელია. ლავანდა არის მცენარე. როგორი მცენარეა? იასამნისფერი ყვავილები აქვს. ყვავილები არა, ბუსები აქვს და ახლა. საქართველოს ჩხარობს? კი, კაცო, რა მეისმენ. და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მცენარეა, სხვათაშორის ვინც არიცით, იმასაც გირჩევთ, ვისაც ყოღოები გაწუხებთ ხოლმე ზაფხულში და გაქვთ კერძო სახლი ან სოფელი ან სადამე ნებისმიერი აგარაკი, შეგიძლიათ ლავანდა დათისოთ თქვენ ეზოში და იქ ყოღო არ გაიჭაჭანებს. ფოთშიო დაეკისათ. თავის დროზე ლავანდები, ყოღოები არ იარსებოდნენ. ლავანდას სპეციფიური სუნი აქვს, ეთერზეთები აქვს, ძალიან საოცარი და ყოღო არ ეკალება. ზოგადად ლავანდის ჩაიც არსებობს, გამოიყენება. როგორ ფარმაკოლოგიაში გამოიყენება, მედიცინაში გამოიყენება, ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს და ძალიან გემრიელი რამე. და როგორ განვითარდა ჩემი ცხოვრება ისე რომ პირველად მესმის. რამდენიმე დღის წინ ვნახე პირველად შოკოლადის მომზადება რა და ძალიან შოკში ვიყავი. იმიტომ რომ ბავშვობაში მესმოდა რომ უცხოეთში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ იციან მაგალითად ვაშლი როგორია ხეზე. იმიტომ რომ მარტო მაღაზიაში ვნახავთ და როგორ ხეზე როგორ მოწყვიტო, მან ხე როგორია ვაშლის არ იციან და ვერ წარმოვიდგინა რომ ეგეთი ადამიანი ვერ წარმოვიდგინა რომ ეგეთი ადამიანი როგორ არსებობს ნეტა და როცა პატარა ვიყავი და ეხლა ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში რომ შოკოლადი არ ქონა რა. შოკოლადი არ ვიცოდი რა იყო რა. რო თორმე ესე ტრეფენ რაღაცა ჟელესავით არის, მე ახმობენ და მე ხდება შოკოლადი და ძალიან ახლოვანებული და ვჭი და მომინდა გამესინჯა ის რაღაცა ნატურალური როგორიც არის რა, მცენარე თვითონ უბრალოდ გამოხვარე. საიდან საათ, მაგრამ შენ წიწიბურა ნანახი გავს როგორია რეალურად? წიწიბურაც არ მაქვს. წიწიბურა ხო ეს მუჭაში ვიცით სიტყვაზე ან იმას ჩაყრილი დაპაკეტებული და ასე. ეგეც ძალიან საინტერესო არის. ულამაზესი ყვავილები ქონია წიწიბურას, მეც დაახლოებით 2-3 წელს ვნახე პირველად და ეგეთი სილამაზე, აი არ ვიცი რა, მინდორში სულ წიწიბურა რო არის, გაშლა რაღაც სასწაული სილამაზის ყვავილები აქვს. ეხლა ჩემო მეგობარო, შევაჯამოთ ჩვენი გასინჯული კერძები და შევაფასოთ 10 ბალიანი ქულით. პირველი გავსინჯეთ სალათი ნიგუზით, კედრებადი სალათი ნიგუზით და ძმრით და 10 და რამდენ ქულას დაუწედი შენ? შენ ამ უფრო 10-დან რაც არაფერს არ უწერი, იმიტომ რომ განვითარების საშუალება დაუტოვა. ხო? ზოგადად ხო? კარგი, მეც მაგას ცოტას გავითვალისწინებ, მაგრამ ჩემი აზრით ნიგუზის სალათი უკვე რაც უნდა დაგვეტოვებინა, ეგეც მიღწეული ხონდა და ამიტომ იმის იგი განვითარება არ იქნება შენ მე დავწერე 10-დანაც. კაი, ოკეი. მე ნიგუზის სალათი. მე ჩემთვის 10-დან 9 იქნება, იმიტომ რომ მართლა გემრიელი იყო, უდაოდ, კარგი იყო. თუმცა განვითარებას ნახე, ახლა მე ავხსნით ტექნიკურად განვითარებასაც შეიძლება რომ გავუკეთოთ რა. ალუბლის ძმარი რო გამოიყენო, უკვე განვითარება არის. მოხდი? და უკვე მან გვაძლევს
სიხალასეს. და ალბათ ძმარი რატო თქვი, იცი? ჩვენ ერთად ვიყავით მაშინ ქუთაისში, სახლში გიზოსთან ისურები და რო გავსინჯეთ ხილახს როგორი გემრიელი იყო ალბათ ძმარი. პირველად იქ გავსინჯეთ. აი ის რო სალათი გავუკეთო, თუ ის იქნება უკვე აღმოფრენა და განვითარება. იმან უკვე მაგ შემთხვევაში მედა და კაცთან ასაუბრე. მაგრამ ძალიან უხდებოდა. კი, ნამდვილად უხდებოდა, ამიტომ 10-დან 9 არის ჩემი ობიექტური შეფასებით. ყველა ჭხირები იყო კენკრეს აუცით. соუსთან ერთად პასტება, ხო ალბათ? ხო. ამ ტექსტურა ძალიან მაგარი იყო, ესე გაიძელა მეორე ოთახამდე და ის соусიც მაგარი იყო. 900-ს დაუწერდი არა. აი, მაგაში მეც მოყვები 10-დან 9 ეკუთვნის ნამდვილად უდაოდ და გამითარება არ ვიცი რა უნდა გქონდეს. კი ბატონო, შემდეგი უკვე გადავდივართ აჭარულ ხაჭაპურებზე. აჭარულზე არა, გოდიში ხაჭაპურებზე, რომელიც აჭარული ხაჭაპურის ფორმაზეა. სად დავუწეროთ, ხო? ალბათ, ხო, კლასიკურიდან დავიწყოთ, მე მგონი ჯობია, კლასიკური ხაჭაპურის ქულით. ვიცი რა, ის დანარჩენები იმენად გამორჩეული იყო და ისეთი მძაფრი გემოებით იყო და ხო, ეს კლასიკურიც თქო ჩამეკარგა რა. კი. ამიტომ არ ვიცი, კლასიკურს დავუწეროთ 8 ალბათ. აი, 10-დან 6 დავუწერდი მე კლასიკურს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველი უკვე კარგად დავიწუნე და ამიტომ ვერ შევცვლი მაგას. 10-დან 6 იქიდან გამომდინარე, რომ ისევ საქართველოში ყველი არ ვარგა. შენი მესმის, მართლა ობიექტურად მესმის, მაგრამ მე კიდე სხვანაირად უყურებ რა მაგ ყველაფერს და ხო ხდები უფრო სიღრმისეულად გენერში ჩავდივარ. როგორც ქვეყნის პრობლემას. როგორც ქვეყნის პრობლემას ისევ პრობლემა დაინახე ხაჭაპურს. და იქნება შეწუხდნენ ადამიანები და უკეთესე ყველა წარმოებაც გააკეთა. ლაი ხაჭაპურზე ზღვის, შავი ხაჭაპური. ხო, ოკეი. ზღვის პროდუქტები რადგან დიდი მე მოწფიალი არ ვარ, მაგრამ ის ყველანაირი ღირებულება დავინახე და ის მართლა რაღაცა ზღვის ჰაერი მოიტანა თითქოს. ამიტომ განვითარებაც ალბათ აქ-აქ რა თქმა უნდა და ამიტომ უნდა 900-ს დავუწერე, ხო? ოკეი, მე დავუწევდი 800-ს, შენთან ერთად ჩაუწიე ფანჯარა ზღვის სეზონზე მართლა გაასწორა მაგ პონჩი რა. რა დაგვჭა? შქმერული დაუჭა, კი, შქმერული მე მომიწონა ძალიან სხვათა შორის. თუმცა შქმერული ხა მაინც მოდი მე დავიწყებ, შენ მაინც ლეჩხუმელი კაცი ხარ და შქმერულთან ყველაზე ახლო იმაში ხარ პოზიციაში. კი, ტერიტორიულად ძალიან ახლოს ხარ შქმერულთან. და შქმერთან. შქმერული კარგი იყო, გემრიელი იყო, უბრალოდ ერთადერთი მე რაც დამაყდა შქმერულში ნიურის უფრო მძაფრი ინტენსიური გემოები და არომატები არ მქონდა და ამ ნაღებმა ვაფშე გადაფარა. ზოგადად ნაღები შქმერულში არ გამოიყენება და ავთენტური შქმერულის ინგრედიენტი ნაღები არ არის და ეს უფრო თანამედროვე ვარიანტია და არ მომეწონა კიდე ერთი პატარა რაღაცა რა. ანუ გემრიელი იყო უდაოდ, უბრალოდ ქათმის ფილე, ყველაზე მოსაწყენი ნაწილი არის ქათამში. ბარკალი რო ყოფილიყო გამოყენებული, ქათმის ბარკალი, შავი ხორცი რა. ბევრად უფრო წვნიანი იქნებოდა და მშრალად არ შევჭამდი. ამიტომ აქედან გამომდინარე 10-დან 7-ს დავუწერდი მე. ქათამის ბარკალი რო ძვალი უნდა გააშრა. ხო, ძვალი უნდა გააცალო და ხორცი გამოიყენო. კანიც შეგიძლია გააცალო. მე რამდენი დავუწერო ეხლა მაგას. თვითონ ხაჭაპურის ტექსტურაში ქათამი რაღაცნაირად ვერ მივიღე ძალიან ისე რა შინაურულად. დაძენძილი იყო, ხო? მაგრამ ანუ გემრიელი იყო ძალიან ისე მოკლედ რომ მიირთმევ 7-ს დავუწერე მაგას. ოკეი, ანუ დავემთხვით მაგამ ბავშვი. და იმაში მე მგონი ვერ დავემთხვით კუბდარის ნაწილში, იმიტომ რომ კუბდარის ამბავი მე ძალიან მომეწონა როგორც იყო 900-ს დავუწერდი ძალიან თამამად, იმიტომ რომ ეგ არის კუბდარი ხო ძალიან ნოყიერია და თან კიდე ესე გაკეთებული ყველთან ერთად. იცი როგორი იყო, რომ აი ძალიან როქშია, ისე იმ ხასიათი შეიძლება მიიღო მაგის ჭამისგან, რომ მასა არ დაგავიწყდეს წელი ცხოვრება. ამიტომ მაგ ღირებულების გამო დავუწერდი 900-ს. ვა, საინტერესოა. ხო, მე 900-ს ვერ დავუწევ, ნამდვილად კუბდარს იქიდან გამომდინარე, რომ სვანეთს საკმაოდ სიღრმისეულად ვიცნობ, ამით არიცით, სვანური კულინარიისა და კულტურის მკვლევარი ვარ. ძალიან ბევრი საინტერესო სვანური კერძი მაქვს ჩამოტანილი, ცოტა შორიდან დავიწყებ ჩემი ამბის მოყოლას. 155 რეცეპტი მაქვს სვანეთიდან წამოღებული და აქედან დაახლოებით 15 რეცეპტი არის კუბდრის სხვადასხვა ფორმით და ზომით და მომზადების ტექნოლოგიით. ასე რომ კუბდარს მე ცოტა სხვანაირად განვიხილავ ამ ჭრილში და ვიტყვი, რომ გემრიელი იყო უდაოდ, კარგი იყო, ყველიც უხდება, ის უხდება. ნუ კუბდარს მთავარი მუღამი აქვს ის, რომ იქონდეს გიცრული. გიცრული ქონდა ამას ნამდვილად, გიცრული არის ერთ-ერთი ხო იცი რაც არის გიცრული. ვინც არის გიცრული არის ერთ-ერთი სუნელი, რომელიც ალპურ ზონაში მოიპოვება ხოლმე და ხოლმე სვანეთში, ხელით იკრიფება, რა ვიცი, ეკალბარდებში დადიან მაგის გამო რომ დაკრიფონ, ძალიან ბევრი ტრაგედიაც უკავშირდება გიცრულის დაკრიფას სვანეთში, იმიტომ რომ არაერთი ნაშალფილა ქანებზე დამდგარა და ჩამოცურებულა და დაღუპულა და ასე შემდეგ და მოკლედ გიცრულის მოპოვება საკმაოდ დიდი რისკი არის და ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებას ატარებს სვანურ სამზარეულოში. აქედან გამომდინარე, ეგაა მთავარი მუღამი, რომ ეს გიცრული ქონდეს სვანურ კუბდარს. ბევრი ტონალობით უნდა იყოს ესე იგი გიცრულის გემო. არა, ძალიან ბევრი არ უნდა იყოს. ძალიან საფაქიზი გემოები აქვს, ინტენსიური გემოა ზოგადად რა. უბრალოდ ცოტა დაახლოებით აი 5-6%-ით მეტი გემო რომ ქონოდა, ამ შემთხვევაში ჩემთვის იქნებოდა ძალიან
ისე რა ახლოს მდგარი კუბდართან. ყველიანი კუბდარი გამისინჯავს სხვაგანაც მიჭამია იდეაში, თუმცა რა თქვა რომ გადავრეულად და გავგიჟებულად არა. ნუ სადღაც 10-დან 6 დავუწერდი მე პირადად იმის გამო რომ ჯერ ერთი რომ ცომი არ მომეწონა, რაც აღნიშნე, იმიტომ რომ აჭარულის ფორმას უყურებ და მოლოდინი გავს რომ უფრო რაღაც კანატონაცონი იქნება, რომელსაც ჩაამტვრევდა ამ ჩამტვრეული ცომით ამოიღებდა შეჭამდა ასე შემდეგ და მე რაღაცა მე კი გადავკეცე იქ კაი კუბდარივით რა, ნუ ცოტა ავიდი. საინტერესო იყო, ნახე. აჭარულის და კუბდარის კომბინაცია ხომ იყო და შენ ეს დაიჭირე, გადაკეთე და ესე შეჭამა როგორც კუბდარი და მე როგორც აჭარული ეგრე დავიწყე ჭამა. აი მაგან ამრია. ვერ გავიგე რა უნდა მექნა ხვდები და კერძი როცა გრევს. კუბდარივით ჭამე და თან ყველი რო და ხო, თან ყველი მქონდა, თან კიდე რბილიც რომ მოკლედ რა, მაგრა ავირია და აქედან გამომდინარე ართან 6 მე მგონი რომ ობიექტურად ეკუთვნის და მეტი განვითარება. მე დავწერე 9. აი აქ გავაცხოვე. კი, ნამდვილად და ძალიან საინტერესო. დესერტი დაგჭა და ყავა. დესერტს 10-დან 7-ს დავუწევდი პირდაპირ, იმიტომ რომ უკვე აღნიშნა დესერტის მინუსები, რაც არ მომეწონა და საერთო ჯამში გემრიელი იყო. ხო, შენ ან ისეთი მინუსები დააფიქსირე, რაც ესე უბრალოდ ვინც ჭამს, ხო, დამეტი არაფერი იცის. იმის გამოსაღებიდან არ ჩანს, ამიტომ მე ძალიან მეგემრი ხა. და 9, ხო, ეგრე დავუწევდი, გამოვიცანი რატომ? ხელამუში ასწორებს. ყავას დავუწევდი კიდე 9. აი, ყავა მართლა მომეწონა. აუ, თავიდან ისე დამაშინე, რავი, 10-ის დაწერა, მე შენია ცოტა. არა, აი, ყავას მე მაგალითად 10-დან 9-ს დავუწევდი. მე დავუწევდი 10-დან 10 სამ ყავას. ისეთი მცენარეთი იყო, რომელიც არ ვიცოდი რომ არსებობდა. და ეს დაგჭა კიდე მერიჯოსის ლიქიორები, ანუ აქ ადგილობრივი წარმოების ლიქიორები აქვს. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ თავიანთი წარმოების პროდუქტი აქვს რა, რაც ხშირად არ გვხვდება რესტორნებში, სასტუმროებში, ზოგადად ჰორეკა სექტორში. თითქმის ყველა რაღაცებს ყიდულობთ, ყიდით რა, იყიდე-გაყიდეზე არის და ეს აქ რომ აკეთებს და აწარმოებს და მე ყიდის უკვე კარგი არის. არ ვიცი, არ გამისინჯავს ახლა ვერ გეტყვით გემაზე რამდენად კარგი არის. მაგრამ ნუ ეს პლუსი არის ნამდვილად. დაიწყებ? დაიწყე შენ. ეს არის ალუბალი, ხო? შოლო ყოფილა ჟოლობოდიში. არის მე გავსინჯავ. აი, სუდი არა. კახური ვარდი მოგინდა, ხო? ახური ვარდი. აბა, დაგვიმოჯოს. გემრიელად მივირთვათ და მოგიჭახული. ყველა კარგ ადამიანს გავუმოჯოს. გაუმოჯოს. დაგიმოჯოთ ხალხო. ეს რისი არის მეორე არ ვიცი. შავი მოცხარი არის ეს? შავი მოცხარი. აუ, ის რო კაია. ამას კაი სუნავს. ამას ისე დავიძღავდი და მოწრუბავდი. გემრიელია. აუ, შავი მოცხარის ლიქიორმა წამიყვანა ისაით ანწლის მურაბისკენ წამიღო ეგრევე გემოთი და ძალიან ასე ბავშვობა მაქვს ანწლის მურაბაზე გატარებული და გადაგორებული ალბათ რა. აი, პურით, კოზით, ჩანგლით რა, ყველაფრით მიჭამი ანწლის მურაბას. ძალიან გემრიელია. ეს კახური ვარდიც ძალიან მაგარია. კახური ვარდიც საინტერესო იქნებოდა. და ეხა ეს რა არის? ეს შენ გასინჯე, ამას მე გავსინჯე. ეს ალუბალია. თრალი ალუბალი, მეგობრებო. ნაღების ლიმონჩელო. ნაღების ლიმონჩელო. ლიმონჩელო მეავსება სიტყვა თვითონ. შენ ნაღები გიყვარს ხო ზოგადად, როგორც მივხვდი. მე მგონი მეც მივხვდი მაგას ახლა. ხო. აღამოჩნდა. ნაღები ასაც ხომ ყველაფერი მომეწონა. ამას იცი რა გემოაქვს? შოკოლადებში რო ლიქიორები იყო ხოლმე, ალუბის ჩასხმული ბავშვობაში რო ვითომ ხვდებოდით ხოლმე, აი ზუსტად ეგ გემოაქვს რა. რაღაც ნოსტალგიაში გადამორდა ბავშვობა გამახსენე. ვა, ამას ძალიან უცნაური გემოაქვს, იმიტომ რომ გემოები ეცვლება ბევრჯერ. აი, ტკბილიც არის თითქოს, ცხარეც არის, შავიც. მე რამდენიმე წამში კიდე ცოტა სხვა გემოც აქვს, მე ნაღების გემო კიდე რაღაცა სხვა დროს მოაქვს. ანუ ესე იგი მრავალფეროვანი გაშლავს პალეტზე და სასიამოვნო დასოლებია? კი. საინტერესო. თუმცა როგორ არის, ანუ თითქოს ძალიან ცოტა უნდა ვთქვა, რომ ეს რაღაცა გარდაქმნები ხშირად მოხდეს რა. თან გაიყო ეს. ამას ისე ჩაუღრმავდი, რომ დამაინტერესა ძალიან. მეგობრებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. ლიმონჩელო არის, რომელიც როგორც ხვდები, კლასიკური ლიმონჩელო იქნება და მე ძალიან ბევრი ნოსტალგიური ლიმონჩელო ცხოვრების განმავლობაში შეიძლება შენ გასიჩო. სანამ ფიტაში აფასებ ლიმონჩელოს, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და ძალიან გთხოვთ, რომ მართლა დაალაიქოთ ხოლმე რა. ანუ ეს მართლა დაალაიქოთ ნიშნავს იმას, რომ ბევრს უბრალოდ გეზარებათ დაალაიქება და დაალაიქეთ რა. გამოხდება. აბა. ბატონო დავით, მაგიდის თავიდან როგორ შეაფასებთ ძალიან, მაგრამ ჩემ ფავორიტი იქნებოდა ვარდი და ნაღების. ვარდი და ნაღები. მადლობა, საერთო ჯამში შევახოსოთ, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო და თავისი რაღაცა ხაზი და ნიშა აქვს ყველაფერს და ერთ-ერთი ჩემ ფავორიტი ადგილი გახდა. შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ძალიან თავისებურია ყველაფერი. მე მიხარია რომ აღმოგაჩენინე ეს ადგილი.
ვინც არ ხართ ნამყოფი რადიო კაფეში შეგიძლიათ მოხვიდეთ ეს ტურნოთ და ნახოთ აქაური გარემო, ძალიან კარგი გარემოა, რომელსაც ხა კადრებში ნახავთ აუცილებლად. თბილისური ძველი აგურით ნაშენი, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად უხდება ავთენტურობაში ქართულ გარემოს, ქართულ რესტორანს და ძალიან სასიამოვნოა რა. კი, ძალიან სასიამოვნო გარემო არის. თან აქ ისეთი რაღაცები მომხდარა ისტორიაში. აღარ ვახსენებთ არაფერს. მე მოგიყვებიან და გეტყვიან თვითონ როგორი ისტორიები იყო. მადლობა ბატონო დავით მობრძანებისთვის, ჩემთან ერთად თავგადასავლებში წამოსვლისთვის, კიდევ ერთხელ. მადლობა 10000 გამომწერზე ახვედი და კიდე 1-0-ით მიუწერე და მე სილვერი ჩამოგივა ის ვერცხლის ჯილდო და მე უფრო კარგად იგრძნო თავს YouTube-ზე. კი ბატონო, სიამოვნებით, დიდი სიამოვნებით მეგობრებო. 100000-ზე სულ რაღაც 90000 დამრჩა და გავიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და დროებით.